ქვეყანაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა როგორც დარგის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. პროცესი თამარ გველესიანის განცხადებით მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში იწარმოებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ოქტომბრის ბრძანებით გრიპის სეზონური ვაქცინაცია დაქვემდებარებული მისცდა სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფის მუსტისა და ვაქცინაციის ჩატარების წესის შესახებ დამტკიცების შესახებ მივიღეთ ჩვენ დავალება და მის შესაბამისად 2025 წლის 8 ოქტომბერს უკვე შემოვიტანეთ 9 ოქტომბერს შემოვიტანეთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ის რაოდენობა რაც დაგეგმილი ჰქონდა ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების და პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმების დაგეგმარების მიხედვით. სრულად არის შემოტანილი ვაქცინების რაოდენობა, ეს განსხვავდება ფრანგული ვაქცინა, გრიპის საწინააღმდეგო და ამ ბრძანებას ანახლავს განდარგული ბრძანებას აკავშირებს შემდეგი შინაარსი გაგრძელდეს ვაქცინაცია დაიწყოს 10 ოქტომბერს და გაგრძელდეს ქვეყანაში მარაგის ამოწყურვამდე. ბრძანებას ანახლავს რეკომენდაციების დანარჩენი და ასევე ახლავს ის ამონათვალი ვინ შედის ამ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკის ჯგუფებში და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფები რომელიც ახლავს რომელიც გადაცემულია ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის ვაქცინების მარაგსაც შეეხება 1300 დოზა განაწილდა უკვე ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მათი მოთხოვნის შესაბამისად რაც შეეხება საექიმო ამბულატორიებს მივაწოდებს ორშაბათს და უკვე მათ ყველა მოქალაქეს შეიძლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიიღოს მომსახურება და ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაადრევადაც მოვემზადეთ, ასე ვთქვათ, ამ გრიპის სეზონისთვის, ასე შეგვიძლია ვთქვათ, მთლიანად მარაგი, რომელიც საჭირო იქნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიზაციის საწარმოებლად, სრულად არის იმპორტირებული საქართველოში, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის. მაგალითად შვეიცარიაში გამოყენებული ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და მეორეს მხრივ აბსოლუტურად ეფექტიანი საიმისოდ, რომ სრულფასოვნად დაიცვას ადამიანი გრიპისგან. განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ეს შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყოს სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის ეს არის გარკვეული დაავადების მატარებლობა, ეს შეიძლება იყოს თქვათ ასაკი, შეიძლება იყოს ორსულობა და სხვადასხვა, იმისთვის რომ ისინი დაცული იყვნენ გრიპისგან და შესაბამისი შესაძლო გართულებებისგან, ამისთვის რეკომენდირებულია, რომ თითოეულმა მათგანმა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრებს და ჩაიტაროს აცრა. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, საქართველოში შემოტანილია ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინა ვაქსიგრიპი, ეს არის სანოფის წარმოების მაღალი ხარისხის ეფექტური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მათ შორის ევროპის ქვეყნებში, შვეიცარიაში, პოლონეთში და სხვა. ვაქცინა მორგებული არის მიმდინარე სეზონზე მოცირკული შტამებზე და ის გათვალისწინებული არის ჯანმოს რეკომენდებული ვაქცინების სიაში. ეს არის სრულად უსაფრთხო და მაღალი ეფექტურობის. საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის და ის არის სრულად უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ბენეფიციარებს ვაქცინაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეგისტრაციის მიხედვით, სერვისის მიმწოდებლების სია ასევე გამოქვეყნებული იქნება დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა ჩაიტარონ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ჯგუფებმა, რომლებშიც შეიძლება გრიპის დაავადება გართულებებით წავიდეს. ესეთი ჯგუფები არის ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, იმუნოკომპრომეტირებული პირები და სხვა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულიად უფასოა.